გზა არ არის. შუქიც ძველი გაყვანილი ხაზები, ბოძები დამყარი. სოჭიკები არა აქვთ. არიან ერთი მაზე ტრანსფორმატორი სოჭიკია და იმაზე იხდიან იმას. შუქს. გზა პირველ რიგში და ტრანსპორტი. როგორი ზამთრებთ? გაჭირვებით. ზოგჯერ თოვლი არის ჩაკეტილი გზა. ვერ დაიცალა სოფელი. ერთი ოჯახი არის წასასვლელი. ბავშვები არიან სოფელში დარჩენილი. არა. გვიჭირს რა. ქვილის მოტანა, მარილის მოტანა, რაც აღჭირდება სოფელში, თივის მოტანა, ძროხებისთვის, საკვები ერთი ორ ძროხებს უყალას ეყავს. გზა იკეთება, კაცო, რამდენიმე კაცი მოვიდა, გზაკეტილი გზები იყო სულა. გამოვიდა ჩვენი ტრაქტორი, ვერ ეხვეთა ეს რა მოყვერტი. კომშიანი რაღაც არის. და ვერ ეხვეთავს. ჩემ ზამთარს როგორ ხვდებით? ზამთარს როგორ, მაგრამ უხო მოიტანთ ქვილს მოიტანთ ზამთრისათვის რაღაც ისე რომ 1-2 თვე 3 თვე გავიდეთ ივოლას. და თუავად სულად უნდა გავხდით კი უკვე ჩაკეტილებში ვართ რომ არ უნდა მოკვდეს კაცი არ უნდა დარჩეს რა, ორში ერთი უნდა იყოს. ერთი ჩვენ არ ყო და ეგთან რაიონის ხელისუფლებას ვთხოვეთ. გზაც მოეთხოვეთ, ხიდით მოეთხოვეთ, იძახეს გავაკეთეთ და არავინ არ გააკეთა. გადასახადებიო და შუქის ფულიო და გაზი ხო ჩვენთან არ არის. საქონელსა დახმარებას მე არ ავღებულობ. ერთი ძროხა მყავ ლამის 80 წლისა გავხდე. რატომ მთავრობა მადრობელი არ უნდა იყოს რომ მე 80 წელს მიღწეული ადამიანი მთავრობას არ უხდები ჭირადა. არ მივდივარ აი უფასო საწმელებია თუ სასმელებია რაღაც მოხუცები რო არიან. მე ჩემ ჯანს ავკიდივარ შვილო. რაღაცა თვალები ახედონ და რაღაცა გააკეთონ აი ეს სოფელშია და სოფელი არ გაუქმდეს შვილო. არც არის და აღარ საარჩევნო კამპანიის დროს თითქმის 200 სოფელში ვიყავი და ზაფხულში და შემოდგომაზე ვნახე რა მდგომარეობაში არიან აბსოლუტურად მიტოვებულები, მოხუცები და ახლა წარმოდგენილი მაქვს რა იქნება ზამთარში. ამიტომ ყველანაირ ღონეს ხმარობ რომ აი აცივებამდე აი ხა მაგალითად მე მგონი გავაკეთე დღეს გავიგე ლეთაში მაგალითად 17 ოჯახია დარჩენილი რომ გაზი ვერ შეიყვანეს თუ რაღაცა დღეს ვესაუბრე სოკარის გენერალურ დირექტორს ანარ მამედოვს რომელმაც თხოვა წერილი მომიტანე და აუცილებლად გავაკეთებო სანამ თოვლის მოვა ბოდიში ვიხდი რომ ხშირად ვახსენებ თოვლის მაგრამ მეშინია თოვლის იმიტომ რომ ხო უკვე ჩამოთოვილია და ვეღარ გააკეთებენ ვერაფერს რაიონის ხაზინაში ერთი კაპი კი არ არის როგორც მითხრეს სად არის დახარჯული რანაირად არის დახარჯული ეს მე არ ვიცი ალბათ დაინტერესდებიან ამაზე ვინც უნდა დაინტერესდეს სულ დაიხუროს სოფელი